განტოლების გრაფიკის აგება. სიდიდეებს შორის დამოკიდებულება ყოველთვის ფუნქციის სახით არ მოიცემა. აი როგორც მაგალითად გავლილი მანძილის დამოკიდებულება დროზე. მუდმივი სიჩქარით მოძრაობის შემთხვევაში. ამ შემთხვევაში როგორც ვიცით გვაქვს ასეთი გამოსახულება st უდრის v გამრავლებული t-ზე. სადაც s არის გავლილი მანძილი, ხოლო v არის სიჩქარე და t არის დრო. და ვიცით რომ გავლილი მანძილი არის დროის ფუნქცია. ანუ ეს დამოკიდებულება მოიცემა ფუნქციის სახით. მაგრამ როგორც თავიდან თქვით, ეს ყოველთვის ასე არ არის. აი განვიხილოთ ასეთი მაგალითი. თქვათ გვაქვს ორი ჭურჭელი. ერთ ჭურჭელში ასხია 5 ლიტრი წყალი. ხოლო მეორე ჭურჭელი არის ცარიელი. თუ ერთი ჭურჭლიდან მეორეში გადავასხავთ რაღაც ნაწილს, წყლის რაღაც ნაწილს, მაშინ წყლის მთლიანი მოცულობა დარჩება მაინც 5 ლიტრი, ესე იგი არ შეიცვლება. მაგალითად, თუ გადავასხავთ 1 ლიტრს, მაშინ პირველ ჭურჭელში დარჩება 5-1, ხოლო მეორეში იქნება 1 ლიტრი. და ამ ორი სიდიდის ჯამი იქნება ისევ 5 ლიტრი. ესე იგი, ჩვენ ეს ყველაფერი შეგვიძლია გამოვსახოთ ალგებრულად და შეგვიძლია ვთქვათ ასე, რომ თუ პირველ ჭურჭელში ასხია x ლიტრი, ხოლო მეორე ჭურჭელში ასხია y ლიტრი, მაშინ მათი ჯამი x მიმატებული y არის მუდმივი და არის ყოველთვის 5-ის ტოლი. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს განტოლება x მივუმატოთ y უდრის 5-ს გამოსახავს დამოკიდებულებას. ეს არის დამოკიდებულება პირველ ჭურჭელში წყლის რაოდენობასა და მეორე ჭურჭელში წყლის რაოდენობას შორის. ესე იგი, დამოკიდებულება ისეთია, რომ ამ ორი სიდიდის ჯამი არის მუდმივი და არის 5-ის ტოლი. ეს დამოკიდებულება შეიძლება გამოვსახოთ საკოორდინატო სიბრტყეზე. პირველ რიგში შევადგინოთ ცხრილი, რომელიც მოგცემს რამოდენიმე მონაცემს ამ ორ სიდიდეს შორის დამოკიდებულების შესახებ. ცხრილს აქვს ასეთი სახე. იგი ორსვეტიანია. პირველ სვეტში ვწერთ x-ის მნიშვნელობებს, მეორე სვეტში ვწერთ შესაბამის y-ის მნიშვნელობებს. ანუ პირველ სვეტში არის პირველი ჭურჭლის მონაცემები, მეორე სვეტში არის მეორე ჭურჭლის მონაცემები. თავდაპირველად პირველი ჭურჭელი არის სავსე, უпростоრად მასში ასხია 5 ლიტრა წყალი. ამ დროს მეორე ჭურჭელი, როგორც ვთქვით, თავიდან არის ცარიელი, ანუ 0. მასში წყლის მოცულობა არის 0 ლიტრი. თუ პირველ ჭურჭელში დავტოვებთ 4 litrს, ანუ 1 litrს გადავასხავთ მეორე ჭურჭელში, მაშინ გვექნება ესეთი წყვილი 4, 1. და შესაბამისად ვაგრძელებთ 3, 2, 2, 3 და 1, 4. შეგვიძლია ეს ცხრილი კიდევ გავაგრძელოთ. და გარდა ამისა მივაქციოთ იმასაც ყურადღება, რომ ჩვენ აქ მხოლოდ მთელი რიცხვები ჩავწერეთ და არ ჩაგვიწერია 10 წილადები, მაგალითად 4.5 მისი შესაბამისი მნიშვნელობა y-ის მნიშვნელობა იქნებოდა 0.5. ანუ თუ პირველ ჭურჭელში დავტოვებდით 4.5 litrს, მაშინ მეორეში იქნებოდა 0.5 ლიტრი და ასე შემდეგ. ესე იგი, ჩვენ მხოლოდ გვაქვს რამოდენიმე მთელი მონაცემი, მთელი რიცხვთა წყვილი. თუმცა ამ შემთხვევაში ეს არის საკმარისი. ეხლა გამოვსახოთ ეს მონაცემები გრაფიკულად. ესე იგი, როგორც ვიცით,
წესი, რომლითაც მოიცემა რიცხვთა წყვილი შესაბამისი წერტილი საკოორდინატო სიბრტყეზე არის ასეთი. პოულობთ პირველ კოორდინატს x-თა ღერძზე, ანუ ამ შემთხვევაში ეს არის 5 და შემდეგ ვავლებთ x ღერძის პერპენდიკულარულ წრფეს ამ მოძებნილი წერტილიდან. მაგრამ ამ შემთხვევაში პერპენდიკულარის გავლება არ არის საჭირო, რადგან მეორე კოორდინატი, ანუ y არის 0-ის ტოლი, ამიტომ პირველი წყვილის შესაბამისი წერტილი იქნება თვითონ აი ეს წერტილი. ესე იგი, აი ამ წყვილს შეესაბამება წერტილი, რომლის კოორდინატებია 5, 0. ეხლა ვნახოთ რა იქნება მეორე წყვილის შესაბამისი წერტილი. ამ შემთხვევაში პირველი კოორდინატი არის 4, ხოლო მეორე კოორდინატი არის 1. ესე იგი, როგორც ვიცით, უნდა გავალოთ პერპენდიკულარები. და აი მეორე წყვილის შესაბამისი წერტილი იქნება აი ეს წერტილი. ნახოთ რა იქნება მესამე წყვილის შესაბამისი წერტილი. მესამე წერტილის კოორდინატებია 3, 2, 3 აქ არის, 2 აქ არის, ვავლებთ პერპენდიკულარებს და მესამე წყვილის შესაბამისი წერტილი იქნება აი ეს წერტილი. მეოთხე წყვილის კოორდინატებია 2, 3, ესე იგი 2 აქ არის, 3 აქ არის, ვავლებთ მართობს აქედანაც ვავლებთ მართობს და ეს არის მესამე წყვილის შესაბამისი წერტილი საკოორდინატო სიბრტყეზე. და მეოთხე წყვილი გვაქვს კოორდინატები 1, 4. აი ეს არის შესაბამისი წერტილი. ესე იგი, ჩვენ მოვძებნეთ 5 წერტილი. აი ეს წერტილებია. პირველი წერტილი ეს არის წერტილი კოორდინატებით 5, 0, რომელიც შეესაბამება აი ამ სვეტის ამ სტრიქონს. მეორე წერტილი არის წერტილი კოორდინატებით 4, 1. შემდეგ მოდის 3, 2, 2, 3 და 1, 4. თუ კიდევ ბევრ წერტილებს ვიპოვით, მივიღებთ აი ამ დამოკიდებულების გრაფიკს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს დამოკიდებულება იმდენად მარტივია, რომ არ არის აუცილებელი ბევრი წერტილების მოძებნა. რაც მოვძებნეთ, ის საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ავაგოთ ამ დამოკიდებულების გრაფიკი. ჩვენ უბრალოდ ახლა შევაერთებთ ამ წერტილებს წრფის საშუალებით და მივიღებთ წირს, რომელიც გამოხატავს ამ დამოკიდებულების გრაფიკს. ეს გრაფიკი არის წრფე. სინამდვილეში ამ შემთხვევაში სრულიად საკმარისი იქნებოდა, რომ მოგვეძებნა მხოლოდ 2 მონაცემი. მაგალითად, თუ ვიპოვიდით 2 წერტილს, ვთქვათ პირველს 5, 0-ს და მეორეს, ვთქვათ ცოტა უფრო მოშორებულ წერტილს, ვთქვათ 1, 4-ს. და ამ 2 წერტილზე გავავლებდით წრფეს, მაშინ ეს წრფე მოგცემდა აი ამ დამოკიდებულების გრაფიკს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც დამოკიდებულება არის წრფივი. ეს დამოკიდებულება ჩვენ შეგვიძლია კიდევ ჩავწეროთ ასეთნაირად. თუ x გადავიტანთ განტოლების მარჯვენა მხარეს, ან უფრო
ზუსტად რომ თქვა, თუ განტოლების ორივე მხარეს გამოვაკლებთ x, მაშინ მივიღებთ ასეთ ტოლობას. y უდრის 5-ს მინუს x. და ფაქტიურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეორე ჭურჭელში წყლის რაოდენობა არის პირველ ჭურჭელში წყლის რაოდენობის ფუნქცია. ანუ ეს შეგვიძლია ჩავწეროთ ფუნქციის სახით yx ტოლია 5-ს მინუს x. და ეს დამოკიდებულება არის წრფივი დამოკიდებულება, ამიტომ მისი გრაფიკიც არის წრფე. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ არის. ანუ მხოლოდ რამოდენიმე წერტილის მოძებნა არ არის ყოველთვის საკმარისი იმისათვის, რომ ააგო დამოკიდებულების გრაფიკი ამ წერტილების შეერთებით. განვიხილოთ ასეთი მაგალითი. ვთქვათ, ორ სიდიდეს შორის დამოკიდებულება მოიცემა ასეთი გამოსახულებით. x კვადრატს იმატებული y კვადრატი უდრის 16-ს. ეს არის განტოლება, რომელიც იძლევა დამოკიდებულებას რომელიღაც ორ სიდიდეს შორის, x და y შორის. ამ შემთხვევაში ერთი სიდიდე არანაირად არ შეიძლება გამოისახოს როგორც მეორე სიდიდის ფუნქცია. აი მაგალითად, თუ ჩვენ ვეცდებით y გამოვსახოთ x-ით, მაშინ მივიღებთ ასეთ გამოსახულებას. y უდრის პლუს მინუს კვადრატული ფესვი 16 მინუს x კვადრატიდან. პლუს მინუს ამ შემთხვევაში იმას ნიშნავს, რომ x-ის ერთი და იგივე მნიშვნელობისათვის გვაქვს y-ის ორი მნიშვნელობა. დადებითი და უარყოფითი შესაბამისად. აი მაგალითად, თუ x-ი არის 0-ის ტოლი, მაშინ y-ი შეიძლება იყოს პლუს 4 და შეიძლება იყოს მინუს 4. ანუ შეიძლება იყოს 4 ან მინუს 4. ორივე აკმაყოფილებს ამ განტოლებას. ასევე თუ თქვათ x-ი უდრის დავუშვათ 1-ს, მაშინ y-ი შეიძლება იყოს ფესვი 15-დან და შეიძლება იყოს აგრეთვე მინუს ფესვი 15-დან. ზუსტად ანალოგიურ სურათს მივიღებთ, თუ შევეცდებით, რომ x-ი გამოვსახოთ y-ით. ამ შემთხვევაში გვექნება ესეთი ტოლობა x-ი უდრის პლუს მინუს ფესვი 16 მინუს y კვადრატი. ამ შემთხვევაშიც x-ი არ განისაზღვრება ცალსახად y-ის მოცემული მნიშვნელობისათვის. y-ის ყოველი მნიშვნელობისათვის გვაქვს ორი ცალი x-ი. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ ერთი სიდიდე არის მეორის ფუნქცია.